რა ფაქტი იყო ეს? წიგნთან და კონკრეტულ წიგნთან დაკავშირებით. ხო, კაცო, მე მივუტანე მაგას არაჩვეულებრივი წიგნი ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია. გესმის? და რომ ასე ვთქვათ დამეხმარებინა მაგისთვის უთხარები ძინა საქართველოში ეს ლიბერალიზმი და ეს დემოკრატია მაინდა-მაინც არ მუშაობს და აბა ნახე ეს მეთქი და მითხრა რომ ესე რაო ჩემი ცოლი ჩამოვავა ახლა ამერიკიდანო წაიკითხო და მომიყვებაო მე გავბრაზდი რომ მე ვკითხულობ თვითონ ციგნებს გაიგე და მე ვთხარ მომეცეს ციგნი აქ მეთქი წამოიღეთ უკან ის რა საკურველია და გარეთ რო გავდიოდი ხედავ რომ ძალიან შეწუხებული დადის იქით-აქე და დაუძახე ესეც არ ესმით მაგათ მე ვთხარ ბიზნესა მობრძანდით აქ მეთქი და ტუჩებში ვაკოცე აი ქრისტეს მიერი კოცნა გავუკეთე ანუ არ დავჭი ნაწყენი და რაღაცა და პირიქით მე ეხლა ვერ ავხსნე ამას რა იყო ეს ჟესტი მაგრამ მივეცი ესე ვთქვათ ასეთ მესიჯი რომ მე შენ როგორც ადამიანს მაინც არ გამცირებ, გაიგე? თუმცა ამ საუბრების შემდეგ ვიღაცამ შეიძლება ეს იუდას ამბორად მონათლოს. ქრისტეს იუდამაც აკოცა. ეგ მაგაზე არ მიფიქრია. ბატონ გიორგი, მოდით რას უპასუხებთ, იმიტომ რომ